გაამარჯობა ლომებო. მოემზადეთ, რადგან ახლა ისეთ ამბებს გეტყვით, რომ სისხლი აგიდუღდებათ. ჩვენი ჩემპიონი ილია თოფურია 14 ივნის თეთრ სახლში ნამდვილ სასაკლაოს აწყობს. ჯასტინ გეიჯი? ვინ არის საერთოდ ეგ ბებერი? დაუწერეთ კომენტარებში ილიას მხარდაჭერა. გამოიწერეთ არხი და ბოლომდე უყურეთ, როგორ ვანადგურებთ ყველას. ხალხო, მომისმინეთ კარგად. სანამ ზოგიერთები სავარძელში კოტრიალობენ და ჭორაობენ, ჩვენი მატადორი ისტორიას წერს. ალვარო კოლმენე რომ ისეთი ინსაიდი დადო, რომ ამერიკელებს მუხლები აუკანკალდათ. 14 ივნისი, თეთრი სახლი, წარმოგიდგენიათ? იქ, სადაც მსოფლიო პოლიტიკა წყდება, ილია თოფურია გამოვა და ყველას აჩვენებს, რას ნიშნავს ქართული სული და ევროპული კლასი. თავარი ბრძოლა. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. თქვენ აი ხალხო, გეიჯი ვინ არის? ეგ არის ჩამავალი მზე, დაჟანგული რკინა, რომელიც უბრალოდ გზაზე გადაეღობა ნამდვილ ქარიშხალს. ჯასტინი ამერიკელების იმედია, მათი ბოლო გმირი, მაგრამ ილიასთან შეხვედრა მისთვის იქნება ბოლო გაჩერება. გეიჯი არის ვეტერანი, რომელსაც უკვე დიდი ხანია პენსიაზე გასვლა აგვიანდება. ილია კი, ილია არის მანქანა. ის არის ფიგურა, რომელიც დღეს მთელ UFC-ს ატრიალებს. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, თოფურია დღეს არის ის, ვინც ამ სპორტში ამინდს ქმნის. და იცით რა მაგიჟებს ყველაზე მეტად? ის წყალი, რასაც ზოგიერთი ექსპერტი ასხავს. ამბობენ, გეიჯის სახიფათოაო, სისულელეა. გეიჯი უბრალოდ კარის მცველია, რომელიც ახალგაზრდა ლომებს კარებს უღებს. მაგრამ ილია კარებში კი არ შევა, ის მთელ შენობას დაანგრევს და გეიჯის შიგნით მოიყოლებს. და კიდევ ერთი ამბავი, ისლამ მახაჩევი და იან მაჩადო გარი. სერიოზულად? მაჩადო გარი? ეს ის ირლანდიელი ბიჭია, რომელიც ყველას ნერვებს უშლის? ჩვენ ყველა ველოდით ილიასა და მახაჩევის ომს, მაგრამ UFC-მ გადაწყვიტა, რომ ცოტა წყალი დაამატოს და ეს გამოუცდელი ბიჭი შეაგდოს ცეცხლში. ეს უბრალოდ დროის გაყვანაა, სანამ ნამდვილი მეფეები ერთმანეთს შეხვედრიან. ქართველებო, თქვენ იცით რა ძალა გვაქვს? დაწერეთ კომენტარებში. ილია ჩემპიონია. დაანგრიეთ ლაიქის ღილაკი. ჩვენი ბიჭი მიდის იქ, რომ დაამტკიცოს. ქართველი როცა ოქტაგონზე შედის, იქ სხვაისთვის ადგილი აღარ რჩება. გეიჯის კი ვურჩევ, არ გიდაზღვევა აიღოს, რადგან 14 ივნის მას თეთრ სახლში კი არა, რეანიმაციაში გააცილებენ. ამდენი სისულელის მოსმენამ გეიჯის ფანებგან გამაგიჟდა. მოემზადეთ, წინ კიდევ უფრო ცხელი ამბებია. ჰეი, თქვენ, ვინც ჯერ კიდევ ეჭვობთ, რომ ილია თოფურია მსოფლიოს მმართველია, სასწრაფოდ ცივი წყალი გადაისხით. იცით რა ხდება თეთრი სახლის კულუარებში? იქ უკვე კანკალებენ, იმიტომ რომ 14 ივნის იქ არა უბრალოდ სპორტსმენი, არამედ ნამდვილი ქართველი მეომარი შედის. და იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ის რომ ამერიკელები თავიანთ ოქროს ბიჭუნას, ჯასტინ გეიჯის მსხვერპლშეწირვისთვის ამზადებენ. მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ და ცოტა წყალიც ავამღვრიოთ. გეიჯი არის კაცი, რომელმაც თავისი საუკეთესო წლები ოქტაგონზე სისხლის ზღვრაში დატოვა. კი, ის მაგარი ბიჭია, კი, ის იბრძვის ბოლომდე, მაგრამ ილიასთან? სერიოზულად? ეს იგივეა ძველი ჟიგულით ფორმულა 1-ის ბოლიდს დაეჯახო. ილია თოფურია დღეს არის მარკეტინგული გიგანტი. ის არის კაცი, რომელიც ევროპას და ახლა უკვე ამერიკასაც მუხლებზე აკენებს. ალექს პერეირას გარდა მითხარით ერთი მებრძოლი მაინც, ვინც ასე ათამაშებს UFC-ს ხელმძღვანელობას თავის ჭკუაზე. ვერ მეტყვით, იმიტომ რომ არ არსებობს. და აი აქ შემოდის მეორე სისულელე, რაზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. იან მაჩადო გარი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ხალხო, ეს რა არის? ცირკია? მაჩადო გარი, რომელიც თავისი ინსტაგრამით უფროა დაკავებული ვიდრე ვარჯიშით, მახაჩევს უნდა დაუპირისპირდეს? ეს ხომ დაცინვაა? ჩვენ ყველას გვაინტერესებს ილიას და ისლამის ბრძოლა, ნამდვილი ტიტანების შეჯახება, მაგრამ ამის ნაცვლად რას გვაჭმევენ? რაღაც ლაით შოუს, რომ დრო გაწელონ. მაგრამ იცით რა არის ამ ყველაფრის უკან? UFC-ს უნდა რომ თეთრ სახლში პრეზიდენტის წინაშე აჩვენოს თავისი ახალი სისხლი. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ კონორ მაკგრეგორი და ჯონ ჯონსი უკვე მუზეუმის ექსპონატებია. მათ სჭირდებათ ილია, რადგან ილია არის მომავალი. და ის რომ მაჩადო გარის აყენებენ მახაჩევთან, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სურთ ილიას და ისლამის მომავალ ბრძოლას ნიადაგი მოუმზადონ. ეს არის ძველი ბოქსის ხრიკი. ორი მომავალი მეტოქე
ერთ საღამოს გამოხავთ, რომ ხალხმა შეადაროს. ხო და შეადარეთ. ნახეთ, როგორ გადაულის ილია გეიჯის და როგორ იწვალებს მაჩადო გარი თუ საერთოდ გადარჩა იმ საღამოს. ქართველებო, ლომებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ილიასთვის ყველაფერია. დაწერეთ კომენტარებში, რას უზამს ილია გეიჯს პირველსავე რაუნდში. მე მგონია, რომ ჯასტინი დაავიწყებს თავის სახელსაც და გვარსაც. ეგ BMF კამარი ილიას წელზე ისე ბუნებრივად გამოჩნდება, როგორც ქართული ხანჯარი მეომრის კამარზე. და კიდევ ერთი, ამარუ უსმანი, მაიკლ მორალესის წინააღმდეგ, სიცილი. უსმანი უკვე ისე დღეშია, რომ ახალგაზრდებისთვის ლიფტი გახდა. სად იყო კამარუ, როცა ილია კვებს ამსხრევდა? ახლა კი უბრალოდ ცდილობს, რომ ისტორიაში თავისი ადგილი როგორმე შენარჩუნოს. მოკლედ, 14 ივნისი იქნება დღე, როცა ქართული დროშა თეთრ სახლში ყველაზე მაღლა აფრიალებს. ვინც გეთანხმებიათ, უბრალოდ გაატარეთ. მათ სპორტის არაფერი გაეგებათ. გამოიწერეთ ეს არხი, თორემ გამოგრჩებათ ისტორიული მომენტი, როცა ჩვენი ბიჭი სოფლიოს კიდევ ერთხელ დააჭოჭხებს. ჰეი, თქვენ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ჯასტინ გეიჯის ილიასთან რაიმე შანსი აქვს, საერთოდ გესმით რამეს ბრძოლებში? გეიჯი არის კაცი, რომელიც უკვე კარიერის დაისზეა. კი, მან პედი პიმბლეტი გაანადგურა, მაგრამ პიმბლეტი ვინ არის? უბრალო ჰაიპ ბიჭუნა. ილია თოფურია კი ნამდვილი ლეგენდების მკვლელია. მან ვოლკანოვსკი ისე გათიშა, რომ მთელ მსოფლიოს ყბა ჩამოუვარდა და ახლა გეიჯი გონია ვინმეს დაბრკოლება? სისულელია. 14 ივნის თეთრ სახლში ჩვენ ვნახავთ არა ბრძოლას, არამედ საჩვენებელ დასჯას. მოდით ცოტა წყალიც დავამატოთ ამ ისტორიაში. UFC-ს უნდა, რომ ეს საღამო გარდამთეხი მომენტი იყოს. მათ აღარ ჭირდებათ ძველი და დაღლილი სახეები. მათ ჭირდებათ ილიასნაირი მხეცი, რომელიც არა მარტო ოქტაგონზე ამეფე, არამედ კამერებთანაც ისე იქცევა, როგორც ნამდვილი მატადორი. აბა შეხედეთ გეიჯის, რას გავს? დაღლილი ამერიკელი მუშა, რომელიც უბრალოდ მორიგი ჩეკისთვის გამოდის. ილია კი გამოდის იმისთვის, რომ ისტორია გადაწეროს და ქართული სახელი თეთრი სახლის კედლებზე ამოტვიფროს. და რა ხდება არმან ცარუკიანთან დაკავშირებით? საერთოდ რატომ ახსენებენ მას, როცა საუბარი ჩემპიონებზეა? მას ახლა არავინ ეკითხება. ის უბრალოდ შორიდან უყურებს, როგორ ინაწილებენ ნამდვილი მგლები ნანადირევს. ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი ერთ საღამოს. ეს არის გზავნილი მთელი სამხაროსთვის. აი, ვინ არიან ნამდვილი მეფეები. მაჩადო გარი კი მახაჩევთან? ეს ხომ უბრალოდ საზარბაძნე ხორცია. ისლამი მას ისე დაღეჭვავს და გამოაფურთხებს, რომ მაჩადო თავის ინსტაგრამაც ვეღარ იპოვის. ქართველებო, ლომებო, ეს არის ჩვენი დრო. დაანგრიეთ კომენტარები. დაწერეთ, რამდენ რაუნდში დააძინებს ილია ამ საბრალო ჯასტინს. მე მგონია, რომ პირველივე შეხებაზე ჯეიჯი ვარსკვლავებს დაითვლის. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და იყავით ამაყი, რადგან ჩვენი სისხლი და ჩვენი ჯიში დღეს მსოფლიო სპორტის მწვერვალზეა. ხომ გესმით? ეს ილიას გამარჯვების ჰიმნია, რომელიც უკვე ისმის ვაშინგტონში. ვინც ჩვენს წინააღმდეგა, ის სპორტის მტერია. ილია, დაასრულე ეს ბებერი და აჩვენე ყველას, ვინ არის ნამდვილი მეფე. დაგავიწყნებათ, გამოიწეროთ მომი პოდკასტი ყველა პლატფორმაზე. Apple Podcast, Spotify, სადაც არ უნდა იყოთ მომძებნეთ და დამეხმარეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ცეცხლი დავანთოთ. მიყვარხართ და მჯერა ჩვენი გამარჯვების. ილია, მთელი საქართველო შენ ზურგს უკანაა.